მოგესალმებთ მეგობრებო. გამარჯობა. დღეს არის სეზონის ბოლო გადაცემა. მაგრამ დავიწყებთ და მაგრამ გავუშვათ როგორც ერთ-ერთი გადაცემა და ბოლოს დაგემშვიდობებით. დავიწყოთ ესეთი ამბით. ბევრი ნაბიჯვარია ლელოში, ერთ-ერთი ნაბიჯვარი არის კუპრაძე, ხო? ის თუა. კუპრავა. კუპრავა არის, რომელმაც კასთან ერთად იყვერა, კუპრაძე არის. კუპრაძე, ის რომელსაც შავალაპარაკობს, რომელსაც უყიდეს GPS-ი ქართულად. მართლა? მაგის დედავა. მაგარი, ჯიპით დასრია. ხო და ეხლა მე მინდა თქვენი ყურადღებას შევაჩერებ იმაზე, რომ ჩვენი პრეზიდენტი ყაველაშვილი აცხადებს, რომ მომმართონ შეწყალებით ამ აიმუნებმა და შევიწყალებთ, იმიტომ რომ როგორც იცით, დანაშაული არ არის ძიმე 7 თვიანი სასჯელია, ერთ წლამდე დანაშაულის სანქციას სასჯელს ითვალისწინებს და ეს გამოდის ყველას მაგივრად. მართლა დიდი ბოდიში და ატლანტის ნაბიჯვარი რა. ნაბიჯვარი კაცი. და შეურაცხყოფას აყენებს ყაველას. ეხლა ბოდიში, ყაველაშვილს, ყაველა მანამდე იყო, ხო? რა და ყაველაშვილს არც შეურაცხყოფა, არც მით უმეტეს გინება და შეიძლება ითქვას კრიტიკაც კი არ ეკუთვნის. პირველი, იმიტომ რომ მისი პოსტი არის ესეთი და მეორე, ადამიანიდან გამომდინარე. კი ბატონო. არასოდეს ის თავის ფუნქციას არ დაარღვევს და მთავარი მისი ფუნქცია არის ქვეყანაში მშვიდობის ურთიერთშეთანხმების აღდგენა. ეს ნაბიჯვარი კიდე დიდი ბოდიში ამას ხშირად რომ ამბობ, მაგრამ უნდა იცოდეს, აი მე გეუბნები შენ კუპრაძე, რომ ეს კიდე გამოდის და იმის გაშვებაც არ მინდა რას აყვები რა. ესე იგი ჩვენ ფაქტობრივად ჩვენ გადაცემას არ გვითხოვს რომ მიშა არ იყო ჩვენი პრეზიდენტი რა. აი ამ ფორმულირებით არასოდეს არ გვითხოვს. ეს იყო მიშა საქართველოს სირცხვილი და კი ბატონო, საქართველოს უნდა აგოს პასუხი რა. როდესაც ერთი მხრივ ყაველაშვილზე ეს სარკასტულად და რაღაცა კონტექსტში აკეთებ კომენტარს, ეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ეს შენ ქვეყანას ეხება და არა კონკრეტულად პერსონიფიცირებულად ხავ ყაველას და მეორე რა კუპრაძე, რომელიც ბიჭო სამარცხვინო მემარცხენე იყო. ეს გეგელიას როგორც დავცინით იმ გეგელის ბაძილიკია? აბა, რას ამბობ, ბიჭო, ორივე ეს უსირცხვილო, ეს გათახსირებულები, ეს მანიაკები და იქ დაჟე სიტყვა არ მაქვს, მე რომ აი თქვენ თქვით. სლაბმა მელეხმა რო დაიწყო. სლაბმა მელეხმა. ო, ის გეგელია კიდე როჟა არის და თეიმურას გავს და რაღაცეები და ხო, ცოტას მოძრაობს და ეს სუფთა კლიპი, კინძი. მეორე თემა მეგობრებო, ეს არის აჟიოტაჟი გამოსახლებაზე. აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთქვა. პირველი ორნაირი ხალხი იყო იქ შესული უკანონოდ. ერთი იყვნენ მართლა დევნილები, ოღონდ ზოგიერთ მათგანს სახელმწიფოსგან ჰქონდა მიცემული ბინა და კომპენსაციის სახით უნდა გაყიდეს ეს ბინები და მეორე არის სოფლად ცხოვრები ხალხი, რომლის უზრუნველყოფაც სოფელში მოხდებოდა 50000 ლარი აქვს ერთ გურიაში მცხოვრებს ჩარიცხული როგორც სტიქით დაზარალებულს. ხო, იძახდნენ კიდე რომ ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებაო და ესე არ არის. ესეც ცილისწამებაა, აღარ არის, კაიხანია და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა, გამოსახლება არ არის ყოველთვის სასიამოვნო, მაგრამ სახელმწიფოს აქ ხელი არ აქვს, სახელმწიფო არ მონაწილეობს, ეს არის კერძო დავა, კერძო ტერიტორია, ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს სვაბები მისულიყვნენ რა. კი ბატონო. თავისი გულის და სხვადასხვა გამოსახლების თემაზე თუ ვილაპარაკებთ, მიშას დროს მაგათ არ აქვს. ნუ თავარი თემა არის ეგ რომ მიშას დროს არსებობდა კაბალური პირობები, სადაც კერძო იპოთეკარი გაგიფორმებდა ხელშეკრულებას და გამოგასახლებით. ანუ შეხედეთ განსხვავება, ერთი წამი განსხვავება იმისა, რომ მე შენ მოგცე ფული და მე ვერ გადამიხადო და ამის უზრუნველყოფაში რაღაცა ჩავდო, ეს სხვა არის და მე რომ შენ იმის გამო მოგცე ფული რომ მე სახლი წაგართვა, ეგ კიდე სხვა არის რა. და ეს იყო მიშას დროს და ამით ვარ ჩემი ოჯახი კიდე დაზარალებული რა. ასევე პასტელის ქუჩაზე კიდე იმ სახლზე მინდა ვთქვა რომ არის ავარიულ მდგომარეობაში, მართლაც რო არ გამოვიდეს ხალხი და შეიძლება უბედურება მოხდეს და მე ამაზე აყვირდებიან მერიასად იყო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგად თარდება შედარებით ეს ამბავი, იმიტომ რომ მორიგება უკვე დგება კერძო ინვესტორებსა და იქ მცხოვრებთა შორის. პროპაგანდა როგორ გამოიყენა, ეგ არ უნდა დაგვაუწყდეს. ხო და აი მაგაზე რო თქვეს რომ ეს არის ვანო ჩხარტიშვილის საკუთრება, რომელიც არ არის. და ეს მარტო იმიტომ რომ გააკეთეს რომ ვანო ჩხარტიშვილი ბიზინა ივანიშვილთან დაკავშირებული, ოღონდ რითი დაკავშირებული, ეგეც არ უთქვიათ. ის ხო გახსოვს
სადღაც რომელიღაც ქუჩაზე რომ ყრელობა მოხდა და იმ ქუჩის პარალელურზე ეს იყო შანხაის ძმასა ეს იყო ყაზბეგზე და ანუ აი ყრელობა ესე იგი მაგათაც ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრების გვერდით შენობაში მოხდა მკვლელობა და ეხა ინფორმაცია ხო უკვე გეუბნება რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის რა მნიშვნელობა კი იმის გვერდით იყო თუ იმის სხვა ქალაქში თუ იმის სხვა სოფელში და მთავარმა ხო პირდაპირ დაწერა ვანო ჩხარტიშვილისა პირველმა ვირეშმაკული ხერხი მიმართა და ფლობდაო და მაშინ ჩამოვყვეთ ვინ ფლობდა ამას ჩხარტიშვილი და კომუნისტები ფლობდნენ მე მეფის რუსეთის იყო ალბათ და ფლობდა ანუ თავიდან მომდე მან ერთხელ ხო მაგრამ ყველაზე მაგარი მანიპულაცია ბიძინა ივანიშვილმა 2 მილიარდი სანტიმეტრი რაღაცა შეისყიდა სანტიმეტრებში რო ითვლიდნენ შემდეგი რა გვაქვს ანადოლიძე სერიოზულად ამ პირობებში არ მგონია გამართებულად საკუთარი მომხრეებისა და ამომრჩევლების გაყვანა ამ სხვადასხვა შეწირვას არჩევნებზე თუმცა ამავე დროს პარტია ხალხისთვის მიღებული აქვს გადაწყვეტილება რომ ჩვენ არ ვუერთდებით ბოიკოტს ქვეყანაში არსებული აპათიური განწყობის პირობებში მიგვაჩნია რომ რესურსების დახარჯვა, დროისა და რესურსის დახარჯვა რომ იარო სოფელ ქალაქ და ადამიანის მომწოდო რაღაც არ გააკეთონ არასწორია რომ ხალხმა როგორც ყოველთვის ისედაც ძალიან კარგად იცის სად არის სამართალი და სად არის უსამართლობა ხო აქ უფრო მთავარი მისი სტატუსია სადაც დააკუკა ჭანტურიას გია ჭანტურიას და თავარი გია ჭანტურიას არა გია ჭანტურიას კაცო კავენში რაც პროპაგანდის ეგ ცოცხალი და ყველაზე მთავარი მეგობრებო რა უთხარ თავარ ბრალდებათ რა წარუდგინეს გია ჭანტურიას თავარი ბრალდება გია ჭანტურიან და არ არსებობს რომ არ გამახსენდა გია ჭანტურიას თავარი ბრალდება რა წარუდგინა ამ ქალმა აი ნუ პროსტა ვერ მოიფიქრე. შენ ხარო რამიშვილის ძმაკაციო. მართლა? მაგით ეს არის თავარი. ანუ რამიშვილის ძმაკაცი თუ ხარ? მაგაცები ხარ და რა გინდა? ჩვენ მეგობრობდით და რიგი გარემოების გამო მაშინ საჯაროდ უთხარი რომ იმენა ატაშოვილს გადაგა. არა ვართ მეგობრები, რა პრობლემაა? მე ატაშოვი მაგას ძალიან დიდი ხანია მივეცი და მომცა. და ანადოლიძის დოქტორის ხარისხი რო არის კაცო შენ. მე მეცაც გიტყვი კაცო, მაგ მოყოლილი მაქვს ისტორია. სხვა შორის მაკედან იქითა ფლანგზე ვინც არის. ვინ არის ყველაზე ნაკლებ მორწმუნე? გია ჭანტურია და მიშა მშულდაძე მგონია რომ არიან იდეინი. საერთოდ მიშა მშულდაძე არის რესტორნის კაცი. ქართველი კაცი, რომელიც გაუგებრობაში რომელიც არის ეხა რატო იქით? ფული აქვს, იქ საშუალებები აქვს, იქ გარემოა, მისი ტელევიზიის დამფუძნებელია. უფრო მეტი ფული რომ ისე აქეთ წაბავა. არა, ეხლა უკვე მიეჩვია, ხო. მაგრამ თავიდან მომდა იდეურად არის. ბიჭო, ისეთი ოჯახიდან არის, ესეთ კარგი ოჯახიდან მამამის ვიცნობდი. აჰა. ისეთი ხალხი რა, ქართველები მოკეიბე, ბაბუამისი ცნობილი კაცი იყო ძალიან, რესტორნების დირექტორი და ასე შემდეგ. კი, კაცო, არა, ვაფშე რესტორანა ტიპი იყო ქართველი და როთრებოდა ატრაკებდა და ასე შემდეგ. კი. ბიჭო, კაცი ყოფილა. რა თქმა უნდა, კაცო. აბა, სხვა როგორ. რაღაცა მოხდა ალბათ, არის მაგაზე არ მინდა ლაპარაკ, თორე კაი, გია ბუღაძე არ გაუშვა. ეს იყო ყველაზე კაი ისტორია. და აუცილებელი გასაშვები გაუშვათ. არა, მე მინდა რომ გაუშვათ გია ბუღაძე და შენ არ უყურო. და იმაზე რა ქვია, სხვა შორს ეგ ხალხს აინტერესებს. გია ჭანტურიაზე ალბათ შეკითხვა არავის არ ექნება, იმიტომ რომ ისეთი იდეინი ტიპია. ნიკა კავთარაძე არ მინდა კომენტარი. კაი, შენ მკვდარ ადამიანებზე აქ კაცს ვამბობ, ან არაფერს და ვაფშე არ მინდა მაგალითად ლაპარაკი. ნიკა კავთარაძეს ქალაქში იცნობენ და შეგიძლია მოხკითხო რა თავის დროზე. კარგი. ჩვენ აღარ ვეძებთ. დავთავრდა ჩემთან ინტერვიუ წარსულზე. გია ბუღაძე. ჩვენ რაღაცა პროცესში ვართ, უდაოდ ვართ, იმიტომ რეალურად ჩვენ შეგვიძლია თამამად ვილაპარაკოთ რაღაცეები ყოველ შემთხვევაში. ბიჭო, ორი დაზიანებული კაცი ზის. ამას რა, ან რა, ვაიმე დედა. თურმე სიკვდილის რაღაცა რა ვიცი. ისე სხვათა შორის გავაჩერო და გავაჩერო და მართლა ეს ულვაშები ზედმეტია, შვილს მინდა მიმართ, რომ მამაშენს ულვაშები შეკრიტა. არა, მართლა ეს არის ზღვის ლომს გავს. ერთი და მოულელ ლომს. მოულელ ლომს. პარკში რო ყავდა რუარულია. ის დაბულელი ის როუზის კიდე მანიაკი. იქნაზე?
ხო, ეგ არის ისეთი რა. იკნაველიძე. ეგ შემცნეული არის. რაში უნდა აი ბაჭომიცის. უმეაზეა რა ვარ და იმას იპარავს საინტერესო იმას აკეთებდი რა ქვია. კურდიაო იმას იპარავს. რას ნიშნავდა? ბოგოში ბიჭო. კარგი, არ მი ეს რა მანიაკალური გადაცემა იყო ბიჭო, ამას თან თავზე ეხურა US Navy. გეგელი გავა. გეგელი საინტერესოა. მე იცით მე მუშაობ საგარეო ურთიერთობებზე და კოლოსალური ენერგია მაქვს ჩადებული, კოლოსალური ძალისხმევა ჩემს სხვა კოლეგებთან ერთად ოპოზიციიდან იმაში რომ დელეგიტიმაცია მომხდარიყო. აღიარებით ჩვენებები. ეს შეფერს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი პირველ და მოიცა. მეგობარი აქტი რომ გაგესხათ მეგობრებო. მეგობარი აქტი რომ გაასხა. ამერიკაში. არა ნამყოფია ამერიკაში. დედა მომიტეს ეს და ამერიკას ალაგებს ბადრი ჯაფარიძე. ეს ნამყოფია ამერიკაში. ებიჯო, ნამყოფი არის არა ვიზიტით არა ჯოუსონმა და ამან იგულავას ერთი კაფეში. შუთი რა გჭირდა? ავაზე. იყო. არა, სხვათა შორის გეგელი მართლა მუშაობს რა თემი. გეგელი კოლოსალური ენერგია. კი და ჯოუსონმა გაუსხათ. და სხვათა შორის სირიის თემები ამან დაძრა. საი. ჰა? ტარი წერტილი. ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს აიდა, მაგრამ დაძრა თქო. ზაზა ბიბილაშვილი აი სექტა. და ირანში სხვათა შორის რაღაცა თემები ამას ჰქონდა. კი ბატონო, ზაზა ბიბილაშვილი. კაროჩე გავუშვით. აი საშუალო რანგის ტიპები, რომელსაც კიდე რაღაც შეიძლება ქონდეთ დარჩენილი. არ ვიცი რას ვებღაუჭები, მაგრამ მაინც ვებღაუჭები, იმიტომ რომ ეს ხო ის ხალხია, რომელსაც ოდესღაც ვიცნობდით, რომელთანაც ოდესღაც ვსაუბრობდით, კეიფობდით, ვისვენებდით, ხო? აი ეს ხალხები, აი ეს ადამიანები, ეს ხალხი, ხო? როგორ იძინებს, როგორ იღვიძებს საკუთარ თავს, როგორ უყურებს სარკეში, ანუ ხედავთ რა ხდება. და იცით რატო ხდება, იმიტომ რომ დღეს თქვენ ისე ვიქხართ, სადაც ხართ. ანუ ამას უკაცრავად თქვენ ის არ ხართ, რომ აუპატიურებდით სისტემურად, რომ ძალადობდით. მიდი უცხარი. მართლა თუ მეშლება. ეგენი არის. ეგენი როგორი შენი ანუ ადამიანს შენი დედავატირე. არა ზაზა ავადარიდან ავადყოფი. მართლა ეს ავადყოფები, ბიჭო, რა როგორი ძინებო. ანუ ამ ადამიანებს აქვს ამბიცია და თავხედობა რომ მორალური პიედესტალიდან გველაპარაკო. აბა ბიჭო. აბა ნაცური პერსპექტივა არის ყოველთვის. ყველა შემთხვევაში ხო იყო. უბედურ შემთხვევაში მოხდებოდა, გეუბნებოდა რომ ეს არის გირგვლიანზე უარესი, რაც ეს თქვენ დამართეთ, რაღაცა სტიქიური უბედურება მოხდებოდა, აი გაწყვიტეთ თქვენ ხალხი. იმიტომ რომ უნდათ რომ თავის თავს დაემსგავსებინენ რა. და ანუ ეხლა დღეს რო გეუნებია რომ შენ ყავს როგორ იძინებო ამას რომ ეს სიტყვა ეს გახსნილი კაცი ბიჭო ეს ფლელი ეს მეგის გარდავას პაძელნიკი თორე ამა ვინ უნდა აწვალოს და აწამოს კაცი არ არის ეს ამას გიორგი ხელი არ აქვს და ფეხი არ აქვს ვინა ეს ნაკაც არის ეს სიორიძე აი ნახე რა კაია ვთვლით რომ ოპოზიციაში ყოფნა გაუმართლებელი არის არც ის მიგვაჩნია რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ხო საერთოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ხო არ იცვლება რეჟიმი ეს არის დამატებითი ბრძოლის ველი დამატებითი ფლანგი როდესაც დადგება ის დრო რომ ჩვენ მოგვიწევს გენერალური ბრძოლის გადახდა ასე ვთქვათ რეჟიმის შესაძლებლად ამას აუცილებლად დასჭირდება როგორც ოპოზიციური კლასის ერთიანობა, ასევე საზოგადოებისა. სხვაგვარად, ეს წარმოუდგენელია და ჩვენ ამ სამომავლო ერთიანობის პერსპექტივითა და იმედით ბუნებრივია არანაირი იერიშის მიტანას არ ვაპირებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე. ეს რომელი პარტიაა შემახსენებთ თუ შეიძლება? ალბათ ლელო. ლელო. კაი, ციტრიძე მაგარ ტიპებს აძლევს. რატო გა? ბიჭო, რაღაცა გიორგი სიორიძე მგონია, სულ მგონია რომ ესეთი ტიპია, კაცია და უშვება არა. ბაჭორთან დაშრამულია. რასტამული აფცანიშნავს ოჩოს. ბიჭო, არა, შეიძლება ნაცხოვრები. შეიძლება ბოზური შტამი. შეიძლება просто კიდევ არა მე რა უფლება მაგ ადამიანს ბედი გადავწყვიტო დაშვებას აკეთებ დაშვებას ვაკეთებ რომ შეიძლება რაღაც პონჩი შეიძლება ისიც არის და ეს ისიც არის და ორივე ერთად ან შეიძლება დაცხოვრებიც აქვს არა მგონია რომ ამას დაცხოვრები ქონდეს ნარბენი ისაკა დაცვალებიც არა დაშიფრული კოდი არ დაცხოვრები ნარბენი მე მაგალითად არც დაცხოვრები ვარ და არც დაბერი ვარ ნაცვალები ვარ ხო
მოდი ესე ვთქვათ რა. ხო, ვიღაც არის დარბენია და ნაცხოვრები და ნაცვალები არა. ნაცვალები. ზოგი მარტო ნაცვალებია მე. ზოგი ნაცხოვრებია და არ დარბოდა. ძალიან კაი შიფრებია. სხვათა შორის სუბკულტურას. ძალიან კაი შიფრებია. ხო და არც ერთი მათგანი არ არის. ან შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებს. არა ძმაო. ნაცხოვრები ნარბენი. ნაცვალები. კი ბატონო. მოდი ანაწითლზე გავუშვათ. აი არც ნაცხოვრები აქ. ნარბენია აქვს მათ შორის. ნარბენი ხო აქვს? მაინტერესებს საუნეზურობიშვილი იქნება რაღაცა პლატფორმის ლიდერი თუ არ იქნება. ჩემი თავი мотиваცია არის ერთი. ნახე ხა საუნეზურობიშვილმა ის რა ვიცი 4 პარტია ვერ დასვა ერთ მაგიდასთან და ხა რა პლატფორმის ლიდერი უნდა იყოს საუნეზურობიშვილი. მაგრამ აქ ამაზე ან იმაზე კი არ არის რომელი პლატფორმის ლიდერი იქნება. ჩემი პოზიცია არის ესეთი რომ ჩვენ ყველაზე მთავარი არის ის რომ ვიღაცაებს და ადამიანებს მათ შორის აღარ გვინდა რა მართლა და მოდი რა ირაკლი ძულაი ავიხედავს. მოდი ხო ირაკლი ძულაიას გადა ირაკლი ძულაია ნარბენი არის ნაცხოვრები ნარბენი არა ნარბენი არის ბიჭო არა ძმაო ნარბენობა არ ცუდად დარბოდა თუ არა ძმაო ნარბენობა არ ცდება სუბკულტურა ეგ ნარბენი კი არ არის ეგ არის ნაცოციალები ნამოძრავები მაგას გაყიდულ გამოყიდული და გადაყიდული და ნამოძრავები არის ნარბენი არის რა ეასამო ნარბენი ხახს ვენაცვალე არა ძმაო ნარბენი ვაფშე ეგ იყო ოღონდ თითქოს ეყოფა მაგაზე არსებობს პრედიავები რომ ის არისო არის ხო ბარიგაო ბარინგა ოღონდ ჩვენ არ გვითხოვს იცი ვინ თქვა ეგა არა ხო კახა ვიღაცა ოღონდ მაგარი ბარინგაო ვიღაცა თქვა რომ ბარინგა იყო ეგ კაცო არა ჩვენებმა არა ამას სამოქმედო არა იმენა ცვეთნოი ტიპებმა ანუ სამოქმედოა კამას კი მაგას ყოველ ეთერში რომ დაასახელა ვისმა კოლეგა პოლიტიკოსმა ცვეთნოი ტიპებმა თქვეს საჯაროდ უთხრეს რომ მე დასკვნას არ გამომაქვს ჯარდენზეო და ვამბარუნცებში და იმებში და არ გამომაქვს არ გვაკლდა არაფერი შეგა თუ არ იმოქმედა გულბოზი გაუშვათ საინტერესოა გულბოზი ყოველთვის აი ბატონო ბარინგემს ფარველობს და მაგითო არის 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ქართულ მხარეს დაადანაშაულებენ მიხეილ სააკაშვილს დასდებენ სამშობლოს ღალატში ბრალს სხვა ლიდერებთან ერთად თუ ყოფილ ლიდერებთან ერთად არავინ არ იცის როგორი იქნება მათი გეგმა შესაბამისად ის ნაწილი აი რა კრიტერიუმი არა როგორი ბიჭი არა რას ამბობს იცი როცა ელოდები გუბას რომ ისგან მონუმენტურობა მოვიდეთ მეტი ცეცხლი არ მოაქვს ეხლა ბრუტალურობა აკლია მიშა სამშობლოს ღალატში არა მაგრამ საზღვრის კვეთაზეა ბრუტალურობა აკლია ძალიან ჩაკუკული ტიპია ძალიან ბუგზე გაზდილი როჯა მე მგონია რომ ჩაკუკული არ არის ბუგზე გაზდილი ითხოვს მაგრამ სტერილურია და ის არა გოგლი გაგლილი გაზდილი ხარიზმა აკლია გამოდი ანუ გუბაზი და სხვათა შორის გუბაზი არის ნაცვალები ძმაო როგორ არ არის ნაცვალები როგორ არ არის იმიტომ რომ გუბაზი იმდეს უკანალში შეეტენა რამენ უკანალში შეეტენა ნაცვალები მართლა არის და სხვათა შორის მე მოусმინე ამ ბიჭის ერთ-ერთ პოდკასტს სადაც ამბობს რომ მეო სკოლაში 2003-ში შევედიო თუ რაღაცა და ეს ვართო მიშას დააობაო მაშინ როცა მამამისი როდესაც მამამისი გამოდიოდა და მიშაში შეკტენით და მიშაზე დიდი ბოროტება საქართველოს არ ყოლია და სახში მოდიოდა და აქებდა რა ესე იგი ვერ გავიგე არა სახში მოდიოდა არა იქო ეგრე იყო საჭირო რო აგინებდა და სახში მოდიოდა არა მამიკო ამებს რო იძახე ეგრე კი არ არის ბანგარია არის მართლა კაი სისტემას აწყობს კაი სისტემას აწყობს და რა კარგია შენ მიშას დაობახარ მამიკო კი არა იმიტომ რომ ერთადერთიო პუტინიო არისო გამწარებული მიშაზე ამაზეო რომ თაობა გამწარდაო ჩვენ ვართ მიშას ლოიალური თაობაო მე ვიცი რომ პუტინი არის გამწარებული მიშაზე იმიტომ რომ უკრაინა ვერ დაიპყრო რა და მეორე ის რომ თაობა და მეორე ის არის ბატონო კაი ერთიასი ჩინავრდებული მარტივ შეკითხვას ვსვამთ. კი ბატონო, არჩევნებს კლავთ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის ოცნებასთან ერთად, მაგრამ მეორე მხრივ არ არის თავაზობთ გზას. რა არის თქვენი გზა? რევოლუციაა თქვენი გზა? ჩვენი გზა რევოლუცია არ არის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რევოლუციას რა პროცესები მოხდება ხოლმე ქვეყანაში და როგორ ხდება ხოლმე რევოლუციები მერე თავის ტკივილი ბევრი ქვეყნისთვის. და თქვენი გზა აა ერთი წამი შალვა კომენტარი არის, ანუ მოკლედ ხალხნო. ბერდიას ვიჯინა. ამბობს რომ
რევოლუცია მე კი შემიძლიაო. ხო, მაგრამ არ მინდა. ეს გზა რა ვირჩიე. არა, ბევრი ვიფიქრე და მე გადავწყვიტეო, რომ რა პრობლემა არის რევოლუციის გაკეთა, პროსტა როგორც გედევა პოპღაზე მე არ ვიცი პირველია. ინტერმედია გავაკეთე. ამის მოწყობილი რევოლუცია. შენ ბიჭო რევოლუცია რომ მოგინდეს ვერასოდეს ვერ მოაწყო. მე მეორე. მაქსიმუმი რაც არის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მეგობრებო, ის ვინც ხარ ვერ დავიმახსოვრეთ. უკრაინის ამბავზე კიდე ერთხელ გავანახულო, უფრო და უფრო კომიკური ხდება. თქვენ თუ დააკვირდით ქართველი ლიბერდებილების ზელენსკის ფანების პირში წყლის ჩაგუბრება. ანუ მიდის აბსოლუტური ვაშინგტონ პოსტიდან, ნიუ-იორკ ტაიმსთან დედის გინება ზელენსკი დიქტატორია, ურსულა გამოდის. უკრაინელი ლიბერალებიც უკმაყოფილოები არიან. ურსულა გამოდის და სავიზოს არ მივცემთო და იძახის და გადადგეს და ჩვენები არიან მთელი უკრაინა ევროპაში მეტი სავიზო რაღა უნდა. ხო, გასაგებია. არა, დავკეტავთო, სავიზო უიზო. ხო, მაგრამ წასასვლელი წავიდა რა. ხო და ანუ ძალიან დიდი მიდის სოროსელები დაესწრნენ რა, ასე შეიძლება ითქვას რა. ხო და ეს ისეთი მზეძალთა ბრძოლაა, როცა ერთი შეწყვიტა მეორე მოხარშეა ჩვენთვის. უბრალოდ შეგვიძლია ირონიით დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. ლაკა ხოშტარია გავუშვით. თუ ჩვენ 4 ოქტომბერს ვიქნებით ვითარებაში რომ დაძინებულია მთელი ქვეყანა და 4-ში მე ადამიანმა გაიღვიძა და წავიდეთ თუ არ წავიდეთ, ესე იგი ჩვენ პოლიტიკური მარცხი განვიცადეთ და მანამდე არ გავაპროტესტეთ საკმარისად, არ შევქმნით პოლიტიკური დღის წესრიგი, არ ვებრძოლეთ რეჟიმს, არ დავასუსტეთ რეჟიმი, არ გავერთიანდით. ამ 4 რიცხვი არ არის განსაზღვრელი რიცხვი. განსაზღვრელი არის ჩვენ, ვისაც გვჯერა, ჩვენ იმის კი ამჯერა რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, ეს არის მინიმუმი. ჩვენ გვჯერა რომ 4 ოქტომბრისთვის უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ ვერ დავასრულოთ რეჟიმი, მაგრამ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ რეჟიმის წინაშე და საერთოდ არ უნდა იყოს მათ მიერ მოგონილი 4 რიცხვი რაიმეს განსაზღვრელი. ამიტომ მე არ ცხოვრობ 4 რიცხვით. უბრალოდ მე ჩემ მეგობრებს, რომლებიც მეგონა რომ ერთად ვიბრძოლით, ძალიან წინს რომ მათ 4 რიცხვი. აი, გასაგებია, გავიგეთ, გასაგებია. ხო, ეს დარჩა მარტო ამ პარტიაში. 4-ში როგორ მეყნენ უფრო ძლიერები, ანუ რა კონფიგურაცია არსებობს იმის. არა, რატომღაც ბატა ბუჭულაძის გენიალურმა ტვინმა შნურიანი ტელეფონებით 4-ში ალტერნატიულ არჩევნებში ჩავატარებ და მე უკვე მურმან დუმბაძის ბევრად უფრო გენიალურმა ტვინმა თქვა, რომ ყველამ სახლში ფურცელზე დაწეროსო, ვისაძლოს ხმასო, მე ლოდო ტრანში ჩავყაროთ და იმის მიხედვით საკი არჩევნებზე არ უნდა მივიდეს ადამიანი, არ უნდა მივიდეს არჩევნებაზე. არჩევნებზე არ უნდა მივიდეს. ლოდო ტრანში უნდა ჩავყაროს. საკი ლოდო ტრანის უბნები იქნება, ხო? მე დაატრიალებენ და ისე ამოიყევენ გამარჯვებული. მე მგონი ტელეფონით SMS-ებით უფრო კარგი იქნება. უბრალოდ რენდომულად შენ იმ ისტორიას რო ყვები, რომ Facebook-ი არ მინახავს თბილისში რო ჩავარდა. მე რაც ყვები ეგრე იყო. ხო და ანუ დიდი ალბათობით ეგ SMS სისტემაში ვერ დავაგდება. არა, სოტოვის SMS-ი. მაშინ არა, SMS-ი არა, MMS-ი. ნუ ეგ მაშინ ახალგაზრდა იყო 25 წლის ბიჭო და თქვენ გავიწყდებათ MMS-ი. MMS-ი აღარ არსებობს. ხო და ეგ აღადგენს. რამდენი უფასო MMS-ი არ უნდა მომცენ? იცი რომ MMS-ი ისე ძალიან საინტერესოა. ერთხელ მაინც MMS-ი გამოგიყენებია? ერთხელ მაგ გამოყენებული მაგ. რა გააკ ფოტო გააგზავნე? კი. ბავშვობაში შეყვარებულთან იმაში რა ქვია. სოტოვით გააგზავნე? MMS-ი გამოყენებული მაგ რა უქნა ვაღიარე. ხო, მაგრამ არავის არ აქვს გამოყენებული. არავის არ აქვს გამოყენებული. MMS-ი. ოღონდ არ მახსოვს ეს MMS-ი წარმატებულად გაიგზავნა თუ არა? ანუ მაგას ვერ ვიტყვი. არა, შენ მოხსნია? არა. შენ? კი, არა. აი ეგ არის. არა, მე MMS-ი არა, მე შენ MMS-ი. MMS-ი და კაი და შენ შალვა ფაქსი მოხსულია? კი, როგორ არა, კაცო. მართლა? აბარა 90-იანი წლების დასაწყისში მარტო ფაქსი. ტელექსიც კი ვიცი რა არის. დაჟე მე ტიპს არ ვიცნობ ვისაც ფაქსი მისულია. როგორ არა, ფაქსი გამიგზავნია. რო დააჭერდა იქ რომ დაყარდა და ესე რომ ის ქაღალდი. აი შენ რო ჩააგდე ფაქს, იქიდან ამოდის ეგრევე. აუ ძალიან საინტერესოა ფაქსი. ბიჭო ფაქსი, აი ფაქსი, ბიჭო უყურე, მეილამდე. ინოჩიც არ მინახავს რომ ფაქსი ვინმეს მისული. ფაქსი რა იყო, იცი? ხელმოწერის გაგზავნა რომ შეიძლებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტად ითვლებოდა ფაქსი, თორე მეილები იყო სულ. სურა 90-იან წლებში. აი ამას ვაღიარებ. ფაქსის ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენი არის ხელმოწერის ის როგორ არ შეიძლება იბაძვა და იმიტაცია. შეიძლება ჩაულებდეს და ნუ რატო არ ელექტრონული რატო არსებობს ამ ფაქტი? არა, მე ექსპერტი დაადგენს, გაიგე რამე რო იყოს.
მე მაგალითად სულ სხვადასხვანაირად ვაძარ ხელს. შენ არა მართლა და მაგიტო დოკუმენტებისთვის არ მოგიწერია შენ ხელი. მომიწერია. და მართლა ვამბობ, რომ დღემდე არის და ჩუმად ვიყავი ხოლმე. შენ გონია რომ ის სხვადასხვა კაცის დაწერილი მეტნაკლებად არა ერთი ის არ მაქვს. კრიმინალისტებს დაუტოვოთ. ერთი ის არ. მეგობრებო, ჩვენ მინდა გითხრათ ძალიან დიდი კმაყოფილების მინდა მიგითხრათ დასვენება გვიწევს, მაგრამ დიდი ხანი არ მოგვიწევს. ჩვენ მივიდივართ დასასვენებლად. ჩვენ შალვა მიდის ჰავაიზე, ბაჩო მიდის ჩაქვში. შენ ჩაქვში რატო გაგავწეს? შენ თბილისში რჩები, ხო? ხო, მე თბილისში რჩები. აქ გაამაგრებს. თქვენი მონდა და მორჩილი. სინამდვილეში ჩვენ ყველანი აქვე ვართ. ჩვენ მემზადებით საარჩევნოდ და ჩვენ ამ არჩევნებს ძალიან კარგად მოვიგებთ. ძალიან კარგად. ეგ გარდაუვალია რას. იმიტომ რა. მე თქვენ გისურვებთ. მე კიდევ ვიქნები ეთერში არასკევს და ჩვენ კიდევ ვიქნებით ეთერში კვირას ევროპის გადაცემა დაანონსეთ თუ შეიძლება ამ სეზონის ბოლო ეპიზოდი გავა 10 ნახევარზე და შემდეგ უკვე იქით ორშაბათიდან ჩვენც შევერთებით იმედი მაქვს დამსახურებულ პერსონაჟს. აბა, კარგად ვზანდებოდეთ.